ფრანგეთში მომხდარ ტერაქტს უკვე გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამძიმარს უცხადებს ფრანგ ხალხს. ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს: ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს ერებს გვაერთიანებს. პირველ რიგში საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების, ტერორიზმის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ უსამძიმრებ და თანადგომას უცხადებ ფრანგ ხალხს. თანადგომის წერილს ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტიც. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვდგევართ თქვენს გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში, ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდის მეშვეობით ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების სერიასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი დილის 9 საათზე გაიმართა უწყებაში. გვინდა მიუსამძიმროთ პირველ რიგში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს. ჩვენი თანადგომა და სამძიმარი გამოუცხადოთ საფრანგეთის ხელისუფლებას, ფრანგ ხალხს. ჩვენი მოქალაქეები, როგორც მსხვერპლთა, ასევე დაზარალებულთა შორის არ არის, თუმცა უნდა კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, რომ იქ არის ექსტრაორდინარული მდგომარეობა, შეიძლება რაღაცა ინფორმაცია სრულყოფილი არ იყოს.